მოგესალმებით მეგობრებო. ვიწყებთ ცოცხალი სესიის ჩაწერას NLAC. ომაჰას თამაშობ დღეს სწრაფ მაგიდებს GG პოკერზე. მოდი ჯერჯერობით ეს დავყაროთ. დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია, ცოტა გადართული ვიყავი პოკერიდან რაღაც სხვა საქმეებზე და თან ისედაც ვფიქრობ, რომ საკმარისად დევს ჩემს არხზე ვიდეოები იმ მიზნებისთვის, რა მიზნებით ჩემს არხს მქონდა და ეხლა რაღაცნაირად დავბრუნდისავით პოკერში, უბრალოდ ეხლა ვაპირებ, რომ ნელ-ნელა დავბრუნდე. ჩემი მიზანი იქნება, რომ ცოტა ომაჰა შევისწავლო. როგორც ომაჰას, ასე ვთქვათ, ქეშის მოთამაშე განვითარდე რა. და ნელ-ნელა ამ განვითარებასთან ერთად სასურველია, რომ ვისურვებდი, რომ ჩემს არხზეც, ასე ვთქვათ, რაღაც ომაჰას საბაზისო შემსწავლელი საბაზისო სტრატეგიაც დავდო, როგორც ჰოლდემის შემთხვევაში დავდე რა. მივიღეთ ძალიან მონსტრი ფლოპი, სადაც ალბათ აგრესიის გაგრძელებას დიდი აზრი არ აქვს. დავჩეკავ, ვეცდები რომ ოპონენტს მის საშუალება რომ რამე დაიჭიროს ტერნზე და მე გადავახტებინოთ. თუმცა ძნელი იყო ამ ფლოპის მერე რამის დაჭერა საერთოდ. ეხლა თამაშობ NLAC. ეხლა ამ მომენტსაც ჩემი სამუშაო ლიმიტია ეს ჯერჯერობით. სამუშაო ლიმიტი რა გაგებით, ანუ ამ ლიმიტს თამაშობ რა. ოღონდ ისე ცოტა თლად რეგულარივით არ ვთამაშობ, ანუ პატარა დისტანციას ვთამაშობ, უფრო თამაშის სწავლაზე ვარ ორიენტირებული, ვიდრე სხვა რამეზე. ესე იგი, ამ კაროლებს მე აქ უბრალოდ დავყრი, იმიტომ რომ ოპონენტი ძალიან ტაიტი ოპონენტი ჩანს, ანუ 10% აქვს VIP, 2% აქვს ტრიბეთი, შესაბამისად აქ 2% ტრიბეთი შეიძლება ვიგულისხოთ, რომ მარტო ტუზდებია. ვინაიდან მე მეჭირა კიდე ტუზი, კიდე დომინაციის ქვეშ ხდებოდა ჩემი ხელი და არ იყო მაინც საინტერესო ხელი ტრიბეთის დაკოლისთვის მაგ სიტუაციაში. დაბლ სუიტით კაროლები რო ყოფილიყო ტუზის გარეშე კიდე შეიძლება დაფიქრება რა, რამე ბროდვეი დრო ან რაღაც ეგეთი რო ყოფილიყო. ანუ აი გადამული კარტი რო ყოფილიყო და უშვათ ორი ფლეშ დრო რა. ეს ტერმინოლოგია, ომაჰას ტერმინოლოგიას ნელ-ნელა შევეშვევით. ან სასტარტო ხელები იყოფა. მოდი ბარემ დავიწყოთ მაშინ. შეჩვევა ტერმინოლოგიაზე სასტარტო ხელები იყოფა. რამდენიმე კატეგორიად, მაგალითად არის double suited, სადაც ორი flash draw გაქვს, აი როგორც ამ ხელში მაგალითად, არის single suited, სადაც გაქვს ერთი flash draw, როგორც აი ამ ხელში, არის rainbow, სადაც არა გაქვს საერთოდ flash draw და 4 სხვადასხვა მასტის ხელი გაქვს და არის triple suited, სადაც სამი ერთი ფერის კარტი გაქვს, რაც არ ითვლება კარგ ჰენდად, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარ flash draws უკლავ აუტებს რა მაგ სიტუაციაში. კიდე არის არ ვიცი როგორ ეძახიან, მაგრამ 4-ვე რო ერთი მასტის იყოს რა. მონოტონური ჰენდი შეიძლება ეგრე დავარქვათ. და ეგ კიდე უფრო ცუდ ჰენდად ითვლება. ნუ rainbow ყველაზე ცუდია რა თქმა უნდა, როცა flash draw საერთოდ არ გაქვს. მაგრამ ანუ მონოტონური ჰენდიც არ ვარგა და triple suited ჰენდიც არ ვარგა. დავარეიზოთ ბატონიდან, ცოტა ლოზურად ვარეიზებთ, რა თქმა უნდა, ზოგადად ეს ძალიან ძლიერი ხელი არ არის, მაგრამ ბატონიდან შეიძლება დარეიზება. აი ეს არის მონოტონური. იმედია რამე საინტერესო დარიგებების თამაში მოგვიწევს. მოდი აქვე რამეს რუმზე ვიტყვი. საკმაოდ ნორმალური რუმი აღმოჩნდა GG პოკერზე. GG პოკერზე მე ანუ უფრო იმ მიზნით ჩავრიცხე ფული, რომ როგორც ტრენაჟერს ისე გამოვიყენებდი ამ რუმს რა და ანუ ამ სწრაფ მაგიდებზე დისტანციას დავაგროვებდი და ვისწავლიდი თამაშს. თუმცა ძალიან სასიამოვნოდ გაკურებული აღმოჩნდი.
იმიტომ რომ საკმაოდ ნორმალური რუმია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რეიქია და ზოგადად ეს რუმი არის ცნობილი, მაგით არის ძალიან დიდი რეიქი. არის ძალიან ბევრნაირი რეიქბექი და ეგ საბოლოო ჯამში აბრუნებს ნორმალურად რეიქს. აქ მე მგონია რომ ძალიან სუსტი full house კი მაქვს, მაგრამ მგონია რომ value-ბეთი მაინც მექნება მანდ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომლუდინი ხელი შეიძლება იკითხებოდეს. ხო. არის ესეთი რეგულარული რეიქბექი, არის ძალიან ცუდი, თითქმის არაფერი. თუმცა არის დეპოზიტ ბონუსი, რაც დროებითია, 20% რეიქბექია, მაგრამ დროებითია. გარდა მაგის არის ყოველდღიური ლიდერბორდები, რომელში მოხვედაც არის ადვილი ძალიან. NL10-ის ჩათვლით, ხა NL10-ის ზემოთ რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ NL10-ის ჩათვლით ამ ლიდერბორდიდან რაღაც ერთი ბაინის ამოღება სიტყვაზე, აი $10 რო ამოიღო, ხო, სიტყვაზე ლიდერბორდიდან, როგორც რეიქბექი დაიბრუნო, მაგას დიდი არაფერი თამაში არ ჭირდება რა. 1-3-4 საათი რო ითამაშებ, ან მაქსიმუმ 5 საათი ლიდერბორდში ისეთ პოზიციას იკავებ, რომ $80 მაინც ჩაგერიცხება მეორე დღეს. კიდე არის რაღაც ყოველდღიური ბონუს ტურნირი, რომლის ტიკეტსაც ხშირად იგებ და ხანდახან იქ შეიძლება საპრიზოზე მოხვდე, იქიდან რაღაცა დაგიბრუნოს. $100,000 გარანტია. თუმცა ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობს და რაღაცა 17-27 და რაღაცა ეგეთი $დოლარები შეიძლება აიღო ხოლმე რა. დავარეიდოთ მოდი ეს ვალუტები. არ არის მაინდამის გადასარევი ხელი, მაგრამ კაი. ხო და კიდე არის bad beat jackpot-ი, რომლის მოგებაც ძალიან რეალურია, მე ერთხელ მოვიგე უკვე, ოღონდ NL2-ზე მოვიგე სამწუხაროდ. NL2-ზე ხურდები ხოლმე, სანამ სესიას დავიწყებ და ეგრე ხურდებოდი NL2-ზე და დამეცა bad beat jackpot-ი. დამეცა რა გაგებით, ანუ მე მოვუგე Street Flash-ით კარეს რა. და ანუ იმას დაეცა bad beat jackpot-ი, მაგრამ მეც მონაწილეობდი და NL2-ზე $35 ჩამერიცხა მასე რა. ანუ ძალიან დიდი თახები არ თამაშდება bad beat jackpot-ში, მაგრამ სამაგიეროდ რეალურია რომ დაგეცეს. ანუ ამ შემთხვევაში ომაჰაში ნებისმიერი კარე თუ წააგებს ან ხელიდან ორი კარტით რა. ორიანები იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა. ითვლება როგორც bad beat jackpot-ი. და hold'emში დაჟე full house-ებიც ითვლება როგორც bad beat jackpot-ი, რაც ნუ ცოტა უცნაურია. ცოტა უცნაურია არა რა, ანუ რას გულისხმობ, რომ hold'emში არის bad beat jackpot-ი, მაგალითად handy, რომელიც საერთოდ დასაყრელია რაღაც მომენტებში. კაი, გადავაგდოთ ეს. ანუ აი ვალეტები დავხედე რომ ქონეს 3 ტუზი და 2 10-იანი ან უფრო უკეთესი რა. დაახლოებით ეგეთი არის bad beat jackpot-ი და 3 ტუზი და 2 10-იანი შეიძლება ქონდეს იმ შემთხვევაში თუ ხელში გიჭირავს 10-იანები და მაგიდაზე დაიდო მაგალითად 3 ტუზი რა. ხო და ხელზე რო 10-იანები გიჭირავს და მაგიდაზე როდოს მაგალითად 3 ტუზი კაროლი დამა და რაღაცა კიდე ხო? შენი 10-იანები ის არის რა. ზოგადად ეგეთ სიტუაციაში დასაყრელია ხოლმე რა, თუ ძალიან დიდი ექშენი მიიღე, მაგრამ როცა იცი რომ bad beat jackpot-ი თამაშდება არ დაყრი რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ სხვა შემთხვევაში ვამბობ რა. აქ დავიჭირეთ ვრაპი, თუმცა დაბალი ვრაპი რაც არ არის კარგი, მაგრამ კიდე ორი backdoor flash drum აქვს. საკმაოდ ძლიერი ხელია. ნუ ეხა max street-ი, მაგრამ ეს street-ი ზოგადად კარგ სტრიტად არ ითვლება. იმიტომ დაბალი სტრიტია და ძალიან ბევრი მაღალი სტრიტი მომიგებს ამ სიტუაციაში. თუმცა მე კიდე მქონდა დამატებით flash draw, რაც თამაში გაგზელების შესაძლებლობას მაძლევდა turn-ზე, მაგრამ ვეცდები რომ ამ სტრიტით ჩეკ-ჩეკით წავიღო. ანუ აქ ზოგადად შევა ბევრი უკეთესი სტრიტიც კი დაჩეკოს ოპონენტმა რა. ეგეც არ იქნება გამორიცხული რა. ბევრი არა, მაგრამ ნუ ერთი უკეთესი სტრიტი. wallet high სტრიტი რა. ამიჭრელ და უკვე თვალები ვეღარ გავიგე რა ხდებოდა. არა უშავს. ეს ხანდახან მომდის ხოლმე. თან ეხა შევისვენე კაი ხანი და ნელ-ნელა აზზე მოვდივარ რა. ამა დავარეიდოთ.
ანუ მოკლედ ბედბი ჯეკპოტია. ჰოლდემის სესიასაც ჩავწერ, ჰოლდემსაც ვითამაშებ, სტრაფ მაგიდებს, სტრაფ მაგიდები მომეწონა. ის ხათაშორის რეგულარული მაგიდები ამ GG-ზე არ მომეწონა, იმიტომ რომ რაღაცა იმდენი რაღაცა შემოთავაზებები აქვს ამ ხან რანით ვაისებს თავაზობს, ხან კეშაუტებს, ხან იმას, ხან ამას, ხან სტრადლებს, ხან რაღაცას და მოკლედ აი რაღაცნაირად იწელება თამაში ამ რაღაცა უაზრობების შემოთავაზებით და მოკლედ რეგულარულ მაგიდებზე ცოტა იწელება თამაში და ეს არ მომეწონა ეს ფაქტი. თან ომაჰას შემთხვევაში საერთოდ 7 მაქსი მაგიდებია, რატო გააკეთეს კაცმა არ იცის. ეგეც არ მომეწონა. ცოტა იწელება რა მოკლედ რეგულარულ მაგიდებზე თამაში. კაროლები, შემიძლია კოლით მივიღოთ, შემიძლია დავატრიბეთ. მოდი რაღაც ტაიტი მოთამაშია უბრალოდ კოლით მივიღოთ. ფლოპზე დავიჭიროთ full house-ი და მე ვნახოთ რა მოხდება. ეს კი კარგი ხენდია, მაგრამ არასრული სტეკის დატრიბეთება არ მინდა. small blind-ზე კიდე კოლით თამაში საერთოდ არ არის კარგი იდეა, შესაბამისად დაყრა მომიწევს. ეს ტუზი კარგი კარტია, სხვათა შორის, იმიტომ რომ ოპონენტთან ტუზების რაოდენობას ამცირებს და ჩემი კაროლები კიდევ უფრო უკეთესი ხელი ჩანს, ვიდრე წინა ქუჩაზე ჩანდა. ნახოთ რა იქნება. ამ შემთხვევაში ჰოლდებიდან განსხვავებით ერთი ტუზი რო ქონდეს, ის full house-ი არ ექნება რა, ეგეთი თემა. ერთი ტუზი რო ქონდეს, უბრალოდ ექნება 3-2-იანი. ომაჰაში უკვე ვიცით, რომ ხელიდან მხოლოდ 2 კარტი თამაშობს, კი არა, ხელიდან აუცილებლად 2 კარტი თამაშობს და მაგიდიდან აუცილებლად 3 კარტი თამაშობს. ორი ოპონენტის წინააღმდეგ ჩვეულებრივად გავაგრძელებ დიდი საიზინგით აგრესიას, ვფიქრობ, რომ ასეთ ფლოპზე ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს, სადაც ოპონენტები მოედებოდნენ, მაგალითად ფლეშ დროები, სტრიტ დროები და 1000 რაღაცა. და როგორც ჩანს ამ ორი კოლიდან მოედნენ კიდევაც, შესაბამისად ვეცდები, რომ რაც შეიძლება ცუდი შანსები მივცე დასაკოლად. და უკვე ძალიან დიდი საიზინგით შევუტევ თერნზე. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მონსტრი მაქვს ტოპ სეტის სახით, ესეთ სიტუაციაში თავისუფლად შესაძლებელია, რომ ოპონენტებს საკმაოდ ღირსეული ექვიტი ქონდეთ ჩემ წინააღმდეგ, მაგალითად ქონდეთ მონსტր დროები რა, ანუ კომბო დროები. რამდენიმე უკეთესი კომბინაციის მოლოდინი. როგორც არის მაგალითად ვრაპები, ანუ სტრიტები, სასტრიტეები, რომელსაც 8-ზე მეტი აუტი აქვს, ომაჰაში ვრაპებით მოვიხსენიებთ მაგას. აჰა, ყველამ დაკოლა. ეხლა აქ მე ყველა ორენში წინ ვარ, მაგრამ ნახოთ რამდენად. ნუ 77% იმის გათვალისწინებით, რომ არავის ფლეშ დრო არ აქვს და არავის ისეთი ძლიერი სტრიტ დრო არ აქვს, მაინც 77% მაქვს. აბა მე მგონი ეს არავისი აუტი არ არის და შესაბამისად დიდი დარიგება მოვიგეთ. მშვენიერი. სხვათა შორის ძალიან სუსტი ხელები ქონდათ ოპონენტებს. აქ შეგვიძლია რომ გაცილებით დიდი ექვიტი ყოფილიყო ჩემ წინააღმდეგ. ოპონენტებს ქონდათ სეტები. ოპონენტებს ქონდათ არა, ერთ სეტი ქონდა, ერთ ტოპ 2 წყვილი ქონდა. რაც ნუ იდეაში ამას ვაფშე ამ შემთხვევაში მარტო გაჩოტი ქონდა, 7-იანი უსტრიტავდა. და რომელსაც მე ვბლოკავდი და ამას უბრალოდ სეტი ქონდა და ვალეტი უსტრიტავდა. ანუ ორივეს გაჩოტები ქონდათ რა უბრალოდ და სეტზე კიდე ერთი აუტი ემატებოდა რუიანის სახით იმას. რავი, ჯერჯერობით მოდი ეს ტუზები გავიყვანოთ რივერზე, იმიტომ რომ მაინც აი ეს full house აუტები მაინც მაქვს, ისე ზოგადად კი წაგებული მაქვს ეს დარიგება, მაგრამ ნახოთ. და ის 1000 ერთხელ შეიძლება ისიც მოხდეს, რომ ჩეკით წავიღო რა. მაგრამ არა ამჯერად. ომაჰაზე მინდა რომ რაღაც ესეთი შემსწავლელი ვიდეოები გავაკეთო, უბრალოდ ცოცხალი სესიებით საქმე არ კეთდება სამწუხაროდ. მინდა რომ გავაკეთო რაღაცა შემსწავლელი ვიდეოები. აქ cold call-ით შესვლა შეიძლება მithumetes, როცა უკან ესეთი საინტერესო ოპონენტი ის როგორც ეს არის. მოდი აქ შევუტიოთ. ოპონენტი ჩეკავს, რახან ჩეკავს ჩვენ ავიღოთ ინიციატივა. კიდევ ერთი ჩეკი. რავი, მგონია რომ აქ შეიძლება რომ ოპონენტს დავაყრევინო.
და აქ რივერზე რახან ისეთი არაფერი არ დაიხურა. ტრიფსით რავი, ფიქრობ რომ აი ოპონენტის ლუზურობიდან გამომდინარე 53% პიპიდან გამომდინარე შეიძლებოდა რა რაღაცა value ბეტის გაკეთება. ზოგადად ტრიფსები ომაჰაში რასაც ჯერჯერობით ვაკვირდები, იმისთვის არის რომ უფრო ძლიერმა ხელებმა გადაახტევინონ. მაგრამ ხანდახან მაინც შეიძლება ხოლმე რა ტრიფსით value ბეტის გაკეთება. თუმცა ჩემი არც ისე დიდი დისტანცია მოწმობს იმას რომ რამდენჯერაც ტრიფსი ყავს უბრალოდ აანაზღაურებ უფრო ძლიერ ხელებს. აქ მივიღე ჩეკი ოპონენტისგან, შეუტიო. შეიძლება ეს უბრალოდ კაპიტულაციური ჩეკია. რივერზე დაიხურა ფლეში. რამე აი ფლეშ დროს ბლოკერი რომ მქონდა რა, დავუშვით კარალგული ან ვალეტგული მაინც აქ ჩავაჭერდი, მაგრამ რახან არ მაქვს, უბრალოდ დავჩეკავ. და დავნებდები. სამარცხვინო დანებება. არ იყო სუსტი ოპონენტი, თუმცა ფლეშ ქარდზე სეტის დაყრა ომაჰაში ეს საკმაოდ შესაძლებელი ვარიანტია, მე ვიტყოდი. სოლაინდან მოდი ეს არ დავარეგიზებ ამ ხელს, იმიტომ რომ ოპონენტი ძალიან ლუზურია და ხშირად ქოლს მივიღებ ხოლმე და ოპოზიციოდ დავრჩები რაღაც მარგინალური ჰენდით და არ მაქვს მაგის სურვილი. ზოგადად ace high flash დროები ომაჰაში ფასობს, შეიძლება ითქვას, ანუ როცა ტუზზე გაქვს single suited hand-ია, მაგრამ ace high-ა და თან კიდე ის ფაქტორია, რომ ქვემოთ სამი გადამული კარტი, ანუ ეს კომპონენტების მიხედვით უნდა შევარჩიო სასტარტო ხელები. მაგალითად ეს არის წყვილი 6-იანი და რაღაც იდეაში ნაგავია. ეს ახლა ace high suited არის. კი triple suited არის, მაგრამ ace high რახან არის და თან ეს კაროლ დამის ფაქტორი. მადლ საშუალებას დავარეიძო. აქ არის რაღაცა მომდენი ხელები, მაგრამ ესეთ სიტუაციაში, როცა სამი ოპონენტი ყავს, უბრალოდ არ ვიცი შეიძლება ითქვას. ეს ფოლდია. აქ დავქოლავ, იმიტომ რომ ნაცის აუტები მაქვს 6-იანის სახით. ზოგადად ომაჰაში რამდენად ბევრი აუტი გაქვს, მაგას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მნიშვნელოვანია რამდენი სანაცე აუტი გაქვს. 6-იანის სახით 3 სანაცე აუტი მაქვს, ანუ 6-იან გულის გარდა რა. ეხლა კი გავფლეშე, მაგრამ აქ თითქმის 100% შემთხვევებში რომელიმეს ჩემზე უფრო მაღალი ფლეში ეყოლება. სამი ოპონენტი როცა ყავს, ეგრეა ხოლმე. თუ არ ყავს კიდე, სავარაუდოდ ჩეკ-ჩეკი იქნება და წავიღებ. მაგრამ აქ ჩემზე მაღალი ფლეშებიც ხშირად დაჩეკავენ ძალიან. ნაძირალა აქვს, ნიკი, ეს პოლონელია? ქართველი სიტყვა არის ნაძირალა. ესეთი უცნაური ნიკი. ორი წვილი საკმაოდ ისეთ კარგი ჰენდად ითვლება, მაგრამ აქ მაინც უფრო ქოლისთვის ვიდრე ტრიბეტისთვის. პოზიციაში, როცა ოპონენტზე პოზიცია გაქვს. ფლოპი მოდის ისეთი, რომელზეც ჩეკ-რეიზის ნახვა არ მესიამოვნებოდა. შემიძლია დამეჩეკა საერთოდ ეს ფლოპი, მაგრამ კარგი რივერია სხვათა შორის. თუ ოპონენტმა ინიციატივა იყო, უბრალოდ ქოლით მივიღებ. თუ დაჩეკავ, ვფიქრობ, რომ რაღაც value bet-ს გაკეთების შესაძლებლობა მაინც არის, აი ნახევარი ბანკის რაიონში რა. ამენდით ქოლი მირჩევნია, იმიტომ რომ ოპონენტი დიდად დამყრელს არ გავს ტრიბეტზე და შესაბამისად ბანკს აღარ გავბერავ ტყილა. ფლოპი კარგია. მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ გადასარევი.
დავარეიდო თვალები. და აქ უბრალოდ გავაგრძელოთ დაქოლვა. ოპონენტი ჩეკავს. აქ შეიძლება მქონდეს fold equity. შეიძლება კი არა fold equity მექნებოდა, მაგრამ აი check raise-ის ნახვა ძალიან არ მესიამოვნებოდა ამ turn-ზე შესაბამისად უბრალოდ equity-ის რეალიზება იყო მისაღები. ეხლა აქ რაღაცა დამებთან უნდა წავაგო, ვიცი და მაგრამ მაინც რაღაც showdown value რახან არის დავჩეკავ რა. აი კაროლ დამარვიან რაღაც. ანუ არ არის ფაქტი რომ ამ ხელს დაყრიდა, ანუ რეკრეაციული მოთამაშეა ოპონენტი და თავისუფლად შეიძლება ეს ორი წყვილი გაეთამაშებინა როგორც bluff catcher-ი. ზოგადად ორი წყვილი სიტუაციას გააჩნია, მაგრამ მაინც კარგი bluff catcher-ი არ არის. მით უმეტეს როცა top ორი წყვილი არ აქვს. ზოგიერთ შეიძლება მოთამაშეები უფრო ძლიერი ხელითაც კი bluff-ობდნენ, ანუ მაგალითად გქონდეთ რაღაცა დაბალი სეტი ან რაღაც ეგეთი და flash-ის ბლოკერი, მაგალითად სტრიტების ბლოკერი და ცდილობდნენ რომ დაგაყრევინონ რაღაც პატარა flash-ი ან რაღაც ეგეთი. შენ კიდე ორი წვილით უკვე. ბევრი საინტერესო რაღაცა ხდება ომაჰას მაგიდებთან. როგორც ჰოლდემის მაგიდებთან, მაგრამ აქ კიდევ უარესია. რამდენჯერ მინახავს აი ჰოლდემზე მაგალითად ეგეთი შემთხვევა, რომ ბლეფობ რაღაც ვალეთ ჰაის ან რაღაცას გადიხარ რივერზე, მოგხდება კოლი და აღმოჩნდება, რომ მაინც წიხარ. უფრო უკეთესი ხელი გაქვს. კარგია, მაგრამ აი წყვილია. კარგს დავყაროთ. ხო და ომაჰაში კიდე ეგეთი რაღაცები კიდე უარესად ხდება. შესაბამისად ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს თამაში ზოგადად. ელემენტარულად აი იმის გარჩევა თუ რა პოტენციალის ჰენდი გაქვს, რა equity გაქვს, აქ საკმაოდ სერიოზულ დაკვირვებას მოითხოვს. კაროლ დამა 7-იანი უპოზიციოთ. მოდი ამას უბრალოდ გადავაგდებ. 4-5-6-7 ეს არის რანდაუნი, ეგრეთ წოდებული, ანუ გადამული ჰენდი. დავარეიდოთ. საკმაოდ კარგ და იმედის მომცემ ჰენდებად ითვლება ეს რანდაუნები. ესეთლობზე მე აგრესიას არ გავაგრძელებ, დავჩეკავ. თერნი მაძლევს გაჩოც, სანაცე პოტენციალის და თან ოპონენტის მეორე ჩეკის წინააღმდეგ უკვე ვფიქრობ, რომ უფლება მაქვს რომ გავიდე, იმიტომ რომ fold equity-საც ვხედავ აქ. რაღაც თქვა მინდოდა ეხლა და დამავიწყდა. რაღაც ვამბობდი. ხო, ანუ იმის თქვა მინდოდა რომ ანუ ფიქრი და ის გიწევს მეთქი რა, დაკვირვება გიწევს მეთქი თამაშის დროს. ხო, მაგას უნდა მოვაყოლო ეგეთი რაღაცა, რომ აი ხანდახან ამომეხო რომ აი ომაჰა უფრო ძნელი თამაშია თუ ჰოლდემი და ასე შემდეგ რა. აი სუფთა თეორიული გაგებით, რა თქმა უნდა, ომაჰა უფრო ძნელი თამაშია, ელემენტარულად 4 კარტი რო რიგდება ხელზე, ანუ უფრო მრავალფეროვანი ალბათობის და უფრო მრავალფეროვანი სიტუაციების შესაძლებლობებს ქმნის და სუფთა მათემატიკურად, რა თქმა უნდა, უფრო რთული თამაში ომაჰაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ოპონენტებისთვისაც რთულია და შესაბამისად ამ შეცდომებს, რომლებიც შეიძლება შენ დაუშვა, ოპონენტებიც უშვებენ, პოტბეთის წინააღმდეგ აქ უბრალოდ გადავყრი. აქ არ ვიცი რა ხდება. ხო, ანუ ოპონენტებიც უშვებენ ამ შეცდომებს, აი სუფთა პრაქტიკული გაგებით, აი მაგიდებთან როზი ხარ და თამაშობ, ხო? ომაჰა მე უფრო ადვილი მეჩვენება ვიდრე ჰოლდემი. იმიტომ რომ უფრო equity-ზე ორიენტირებული თამაშია. ცდილობ რომ გაარკვიო შენ რამდენად კარგად გახარ ოპონენტის რეინჯთან მიმართებაში და რამდენად ოცები კარგად დაითვალო და რაღაცა უფრო ესეთი პრაქტიკული დავალებები გაქვს რა. აი მაგალითად ისეთი რაღაცა როგორიც არის ოპონენტის წაკითხვა, აი ჰოლდემში უფრო მნიშვნელოვანია ეგ ჩემი აზრით ვიდრე ომაჰაში. ომაჰაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მაგრამ ჰოლდემი იმდენად ბევრმა ადამიანმა უკვე მეტაკლებად ნორმალურად და კარგად ისწავლა,
რომ იქ აი რაღაცა ნიუანსების დონეზე მიდის უკვე აზროვნება და ანუ საკმაოდ გაძნელებული აი პრაქტიკული გაგებით ჰოლდები აი მაგიდებთან მე მგონი ბევრად უფრო ძნელია ვიდრე ომაჰა. მაგრამ თეორიულად რა თქმა უნდა ომაჰა უფრო რთული თამაშია. მე ხა ეს ჩემი მიკროლიმიტების გამოცდილებით ვამბობ შეიძლება მაღალ ლიმიტებზე, შეიძლება ომაჰაც საკმაოდ გაძნელებულია და შეიძლება იქაც ძალიან ისე ნიუანსების დონეზე გიწევს რაღაცების გათვალისწინება. არ ვიცი მიკროფონში ხმა შემოდის თუ არა, მაგრამ აქ რაღაცა თვითფრინავები დაფრინავენ ჩემს სახლთან, ფანჯარა მაქვს ღია და ეხლა მე მაწუხებს ეს ხმა და შევა შიგნით მიკროფონშიც შემოდის. იმედია ვიდეოს არ გამიფუჭებს. კარგი, ეხლა რამე საინტერესო დარიგებები ვსველოდებით. მაგალითად 2 ტუზი დაბლ სუიტით ეს არის ესე ისეთი ხელი რომელზეც ღირს დალოდება ნამდვილად. თუმცა არ მოგვეცეს საშუალება. ორი ოპონენტის წინააღმდეგ მოდი უბრალოდ დავჩეკოთ. თან ორივე რაღაცა რეკრეაციულ მოთამაშეებს გვანან. და ნახოთ რივერი. რივერზე მაქვს გაჩოტი. ორი წყვილი მაქვს, რაც ნუ მაინდა-მაინც ძლიერი ხელი არ არის. მაგრამ ნუ გაჩოტი მაქვს, ანუ 10-იანი მისტრიტავს და თან ისედაც შეიძლება ოპონენტი უბრალოდ მოპარვას ცდილობდეს რა. სამიცად შემიძლია გადავიხადო. თუმცა რომ დამეყარა ეგეც არ იქნებოდა კრიმინალი. ეგეც მისაღები იქნებოდა ნამდვილად. მოდი საინტერესო ოპონენტის ხათრით. შემადგენლობებს ალბათ ხედავთ ხო როგორი საინტერესო შემადგენლობები. აი ნახე რა აი ტიპები აი 30-ზე ვისაც აქ მაღალი ალბათობით რეკრეაციული მოთამაშეები არიან რა. ნუ ხა დისტანციას გააჩნია ზოგ შეიძლება ორ დარიგებაში აქ ეგ და ეგ არის თვლება, მაგრამ ნუ მაგის ნახვა მეზარება, მაგრამ აი უხეშად რო გადავალოთ თვალი რა. დავჩეკოთ. აქ ვითამაშოთ რავი, საკმაოდ ძლიერი ფლეშ დროპ აქვს მეორე ნაცი. ოპონენტის ტეკიდან გამომდინარე უკვე უკან დასახევი ხიდები დამწვარია, მიუხედავად იმისა, რომ გააწყვილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფლეშ დრო არ არის ნაცი. აქ ოპონენტმა იმდენჯერ დაჩეკა. შეიძლება არც არაფერი არ ყავს. მაგრამ ის არაფერიც ჩემზე ძლიერია ყველა ვარიანტში. შესაბამისად ვეცადოთ რომ მოვიპაროთ რა. აჰა. არაფერი არ ყავდა, ჩემზე ძლიერი იყო და მაინც დაქოლა. აქეთ ამ დარიგებას უყურებდი და ვერ მივაქციე მაგ დარიგებას ყურადღება სამწუხაროდ, თორე მან თერნზე უნდა დამეწყო, თერნზე გამეკეთებინა პატარა ფსონი და უკვე რივერზე მერე დამიყრიდა რა. აი შეცდომა იყო. ეგეთი single barrel-ებით ეგრე რო საერთოდ მოწმენილთაზე ერთხელ რო გადიხარ მარტო ხო? fish რო დააყრევინო ძალიან ძნელია რა. ამიტომაც ცოტა ნიადაგის შემზადება მუშაობს ხოლმე კარგად, რო აი რაღაცა თერნზე სიტყვაზე რაღაც პატარა საიზინგით გახვიდე 1/13 შეიძლება უფრო ნაკლები და რივერზე უკვე მერე დიდი საიზინგით რა 2/13 3/4 ჩააჭირო და უკვე დამაჯერებელია ხოლმე ოპონენტისთვის რომ ანუ მართლა სერიოზულად არის საქმე და უბრალოდ რომ რივერზე ფლეშ დრო აცდა და 2/13 გავედი მან უკვე ბლექ კეჩერი გამოიყენა სწორად. ესეც ჩვენი ასე ვთქვათ დემონსტრაცია იმისი რომ ანუ ყურადღებას საჭიროებს ანუ ომაჰა მაღალ კონცენტრაციას საჭიროებს ორ მაგიდაზეც კი შეიძლება რომ ვერ მოიცალო რაღაც დარიგებისთვის ყურადღების მიქცევის. მართლა სტრაფი მაგიდებია, მაგრამ მაინც
ორი ქოლი და საშინელი ფლოპი. მიუხედავად იმისა, რომ NAT/Flash-ის ბლოკერი მაქვს ოზგულის სახით, ეს ზოგადად კარგად მუშაობს ხოლმე როგორც ანუ ასე ვთქვათ, ბლეფენდებში, მაგრამ ორი ოპონენტი როცა ყავს, არ ამგონია რომ მაგან რამე ღირდეს რამენაირად თამაში. რა დავყრი ამ Rainbow Hand-ი. ზოგადად ნორმალური hand-ი ჩანს, მაგრამ მაინც ეს Rainbow Hand-ები მოკლედ არ არის მაინდა-მაინც საინტერესო რა. დავიცავ აქ double suited hand-ი. აბა ეხა ორი ჩეკის წინააღმდეგ ბრძონები ჯერ კიდევ მუშაობს ანუ უბრალოდ მეორე ან განმეორებული ჩეკის წინააღმდეგ ჯერ კიდევ ონლაინ პოკერში მუშაობს ბრძონები როგორც ჩანს აჭერება დისტანციას რაც ომაჰაში ვითამაშე მოდი მაგას მოვყვები ეს იყო $50 გავაკეთე დეპოზიტი ერთ სიტყვით GG Poker-ზე და ვითამაშე დაახლოებით 33 დაახლოებით არა ზუსტად მახსოვს რომ 33000 დარიგება ვითამაშე NL2-ზე ავაშენე რაღაც ალბათ ეს ერთი $180 მერე ვითამაშე დაახლოებით 20000 დარიგებამდე ცოტა ნაკლები მე მგონი NL5-ზე ეს ონლაინზე გადავყარო ეს დამები ჯობია 20000 დარიგებამდე ვითამაშე NL5-ზე რომელთაც ავაშენე რაღაც $350 მე მგონი და ეხლა ვთამაშობ დაახლოებით აი 30000 დარიგება ჯერ არ მითამაშია NL10-ზე რა და რაღაც $700-რამდე მაქვს ბანკროლი $650 ალბათ ლიმიტის გაზრდა ჯერჯერობით აღარ ვგეგმავ იმიტომ რომ NL 10 უკვე საკმარისი სირთულის ლიმიტია ჩემი აზრით ჩემთვის ოპონენტი ერთი აუტით არის ამასობაში ქეშაუტებს არ ვაკეთებ იმიტომ რომ ეს დამატებითი რეიქია აი სეტები ესეთი საფრთხილო რაღაცა არის რა ძალიან ხშირად შეიძლება ოვერსეტთან წახვიდე სამი ოპონენტის წინააღმდეგ ეს ყოველგვარი ეკვიტის გარეშე თამაშს მე მგონი აზრია რა აქ ეს ლიმიტის გაზრდა ჯერჯერობით არ ვაპირებ უბრალოდ ვფიქრობ რომ ცოტა სერიოზულად შევუდგე თამაშის შესწავლას რა იმიტომ რომ მე ხა დიდად ანუ პროფესიონალურად არ ვარ პოკერი დაკავებული ეს ბევრჯერ მაქვს თქვა ჩემს ვიდეოებში უბრალოდ ისე ჩემთვის ანუ რაღაც YouTube-ზე რაღაც ვიდეოების ყურება თამაში რაღაცა აი მაგ ჩარტოში ვითარდები ხოლმე რა ჰოლდემშიც ეგ შეცდომა დაუშვი შეიძლება ჩემ კარიერაში თქვა რომ ანუ ტრენერთან არ წავედი ასე შემდეგ ვფიქრობ რომ ეხა ომაჰაში გადმოჯექი და იქნებ ცადო რომ ცოტა სერიოზულად მიუდგე ასე თქვა თამაშის შესწავლას ეხა არ მეცალა რაღაც საქმეებით ვიყავი დაკავებული და აი ეხა მოკლედ შეიძლება ეგეთი ექსპერიმენტი დავიწყო რაღაცა რომ ან გრინლაინ პოკერში გავაგზავნო ჩემი მონაცემები ან დამოუკიდებლად მეცთან ავიყვანო ვინმე ტრენერი ან რაღაც ეგეთი მოკლედ მაგის მოფიქრება მაქვს დაგეგმილი რა ჰოლდემში ჰოლდემში ვაპირებდი განვითარებას მაგრამ ჰოლდემი რაღაცნაირად თითქოს ამოვწურე საკუთარი თავი მაგ თამაშში რა იმიტომ რომ
იმდენად აი ეს გამოცდილება, იმდენად დამიგროვდა ამ თამაშის, არასწორი გამოცდილება ეს რაღაც ესე შენი მიგნებებით, ასე ვთქვათ, შენი დაკვირვებით თამაში რაც არის. რო აი მე მაგის თავიდან, ასე ვთქვათ, გადასინჯვა უკვე უფრო ძნელი იქნებოდა, ვიდრე რაღაც ახალი თამაშის ნოლიდან დაწყება რა. ეგრე ჩავთვალე და მაგიტო გადმოჯექი ომაჰაში და თან აი ის ფაქტორიც იყო, რომ ომაჰა რო ვითამაშე რაღაც ახალი ინტერესით დავიწყე ამ თამაშის თამაში რა, რაღაც აი ჰოლდემი რო დავიწყე, მახსოვს აი დაახლოებით ეგ დრო გამახსენდა ამან, რომ რაღაცნაირად ახალი გატაცებას ავიდგა მეჭითა რა, რომ გამისწორდა ამის თამაში და თან კიდე ის ფაქტორია, რომ თვითონ თამაში იმდენად დინამიურია ომაჰა, რომ ჰოლდემის მაგიდებზე ეხლა რო თამაშობ ხოლმე, ხანდახან ცოტა მოწყენილი ვარ ხოლმე რა, სიმართლე რო ვთქვა რა. აქ ძალიან დინამიური თამაშია, ну ეს დისპერსიასაც ზდის, რაც არ არის კარგი რა თქმა უნდა, მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებლობებს უფრო უკეთეს ხდის, იმიტომ რომ საშუალოდ ომაჰას რეგულარს ერთსა და იმავე ლიმიტებზე უფრო კარგი win rate აქვს ვიდრე ჰოლდემის. კაცო ომაჰაში უფრო კარგად იგება რა ფული რა. იმიტომ რომ რეკრეაციული მოთამაშეები შეცდომებს უფრო ადვილად უშვებენ. რაც რომ მეტი კარტი უჭირავს ადამიანს ხელში, მით უფრო მეტი მომლოდინე ხელის დაჭერა შეუძლია, მით უფრო მეტი მზახელის დაჭერა შეუძლია, შესაბამისად უფრო ადვილად შეცდომაში შევიდეს, ზედმეტად გადაიხადოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ზედმეტად გადაგისწოროს კიდევაც, რა თქმა უნდა, რაც იდეაში ჰოლდემშიც არ არის იშვიათობა, მაგრამ აქ ხო საერთოდ იშვიათობა. ეს იშვიათობა კი არა, საერთოდ ნორმა არის რა. ახლა წერან თუნდაც ის დარიგება, რომ ტუზების დარიგება რომ ვითამაშე, 77% რომ მქონდა equity. მართალია ორ ოპონენტთან, მაგრამ რაღაცა ყველაზე ცუდი ხელები რაც შეიძლება გქონოდათ, ტიპებს ეგ გქონდათ რა მაგ სიტუაციაში. მან შეიძლება პროსტა ისეთი რამე ვიჭეროდათ მაგათ, რომ ჩემი სამი ტუზი რაღაც ყოფილიყო 60% equity, ან რაღაც ეგეთი. აი ყოფილა სიტუაცია, სადაც სტრიტი გაქვს. ფლოპზე მაგალითად ეს სტრიტი მოგივიდა რა. და შეიძლება წახვიდე ოლინში ტიპთან, ნაცით რა. საუკეთესო შესაძლო კომბინაცია გეჭიროს ხელში. და ოლინში წახვიდე ოპონენტთან, რომელთანაც equity გექნება, რავი, 16% ან 18%. და როგორ, ანუ იმასაც ეჭიროს იგივე სტრიტი მაგალითად, რაც შენ, მაგრამ მაგის დამატებით კიდე ეჭიროს flash draw და სეტი მაგალითად. და ანუ redroებს ეძახით მაგას და ანუ შენც იგივე სტრიტი აქვს, იმასაც იგივე სტრიტი აქვს. ან ეჭიროს flash draw და უფრო მაღალი სასტრიტე კიდე. და ანუ ფაქტიურად დამთავრებულია რა შენი ამბავი. ნახევარი დასტა უფრო უკეთეს ხელს აძლევს ოპონენტს ვიდრე შენ გაქვს და კი იმ წუთას ერთნაირად გაქვთ ჰენდები. ძალიან ხშირად ხდება რომ მომლოდინე ჰენდები უფრო ძლიერია ვიდრე მზა ჰენდები. მაგალითად აი ორი წყვილითან სეტით შეიძლება ფლოპზე წახვიდე ისეთ ძლიერ მომლოდინე ხელთან, რომელთანაც უკან იქნები. და აქ ცოტა შეიძლება ეგეთი სიტუაცია რო ხდება ხოლმე, ანუ ვისაც ანუ ძლიერი მზახელი აქვს, ის წერია ხოლმე მწვანეში, იმისი equity წერია ხოლმე მწვანეში. და მწვანეში გიწერია სიტუაციაზე რაც 33%, 34% და ვისაც მომლოდინე ხელი აქვს, იმისი equity წერია წითელში. ვითომ ანუ იგულისხმება რომ ის უკან არის რა, მაგრამ 74% და 75% რო გაქვს წითელში კარგი, მოდი ახლა მე ერთი წუთი სესიას დავხურავ. ხო, ესე დავხურავ. და მე იმას აქვთ. რაღაც კალკულატორში რაღაცები ვიჩალიჩოთ, 1-2 წუთი. პროსტა ის რაღაც მომლოდინე ხელების თემა და რაღაცა. მე კალკულატორში ვიჩალიჩოთ.
ანუ გადავიხდი მინიმალური რეიზი რახან არის. ზოგადად ომაჰაში მიღებული არის საიზინგები პოტბეთი, პრეფლოპ რეიზ გულისხმობ და ზოგადად ისედაც ანუ პოტბეთი არის ისეთი საკმაოდ აქტიურად გამოყენებადი ოფცია. მაგალითად, ტრიბეთებში, ფორბეთებში და პოსტო გათამაშებებშიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ეგ ოფცია რა, პოტბეთი. პოსტო გათამაშებებში ბევრნაირი ოფცია გამოიყენება, მათ შორის პოტბეთიც. მაგრამ პრეფლოპზე თითქმის ყველანაირ სიტუაციაში პოტბეთი თამაშობ. არის გამონაკლისი სიტუაციები, როცა short stacks ეთამაშებიან რაღაცა, მან შეიძლება რომ ცოტა ნაკლები ზომის ფსონი გააკეთო. აჰო, აი ესეთი რაღაცებია კიდე. ესეც თავისებური რეიკბექის ის არის რა. დროპ პოტები ქვია, თუ ბუმ პოტები თუ რაღაცა. ეს არის რა. 10 ბებე დაიყარა და მაგ იმაზე ვთამაშობთ რა. ეგრე დაიწყო დარიგება. ფლოპში სამწუხაროდ ვერ მოხვდით. ესეთ დარიგებებზე მე მოგიწოდებით რომ ფრთხილად იყოთ და ისე ითამაშოთ როგორც ჩვეულებრივი დარიგებები, იმიტომ რომ ზოგჯერ მაგათვებს შეიძლება გადააყოლო სტეკი რა. რა ვერ დაიხურა ეს მაგიდა. აი, GG-ს გავთი შავი ხა, იმიტომ რომ GG-ს როცა თამაშობ, არ შეიძლება რაღაც კალკულატორების და რაღაცების ხმარება მაგის პარალელურად. გავხსნათ ესეთი კალკულატორი, ეს არის Equilab-ი, ჩვენ ვიცით Equilab-ი Hold'em-ში, მაგრამ არსებობს Omaha-შიც, ეს არ დიდდება ნეტა, არ დიდდება. კაი, არა უშავს. და მოდი აი რაღაცა სიტუაცია ვნახოთ, აი მაგალითისთვის. ნახოთ სიტუაცია, რაღაც აი დავუშვათ რაღაც ესეთი. არა, უგაცრავად. ეხლა მე სასტარტო ხელს ვარჩი, ხო? კაი, დავუშვათ აი 2-2. რაღაც ტულს კაროლი. ავიღოთ ერთ ოპონენტთან, დავუშვათ და მეორე ოპონენტთან ავიღოთ სიტყვაზე 7-8. 4 და 9 სიტყვაზე. მომოდინე ხელი რომ გავაკეთოთ რა. დაახლოებით ამას ახლა იმიტომ ვაკეთებ, რომ დაახლოებით შევადაროთ აი ესეთი რამე გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში პირველ ოპონენტს აქვს სეტი. ხო, ორიანები. და მეორე ოპონენტს აქვს სტრიტის და ფლეშის მომოდინე ხელი. ესეთი. ხო, შეიძლება რა. კი ბატონო. და აგერ equity აქვს 56%. ანუ უფრო ძლიერია ვიდრე სეტი. ზოგჯერ უფრო დრამატული სიტუაციებიც არის ხოლმე, ხა სეტი მაინც ძალიან ძლიერი ხელია, მაგრამ ორი წყვილის წინააღმდეგ, ნუ ხა უფრო დრამატულად იქნებოდა საქმე. ხა დანარჩენ ჰენდერზე ხა ორ წყვილებს დემაზე აღარ არის საუბარი რა. კარგი, ამით დავამთავროთ. ეს ცოტა მახინჯი კალკულატორია, უცებ ვერ მოვახერხე კარგად ორიენტაცია, მაგრამ ნუ თავარი ის იყო, რომ სათავარი სათქველიაც იყო, ეგ იყო, რომ ანუ მომოდინე ხელს ძალიან ხშირად შეიძლება უფრო დიდი equity კონდეს ვიდრე ზახელს. მათ შორის ისეთ ძლიერს როგორც არის სეტი. კარგი, აქ დაგემშვიდობებით. დავდებ კიდე რაღაც ვიდეოებს, შედარებით დაბალ ლიმიტებზე ჩავწერ, ისევ Omaha-ს, NL5, NL2-ს ჩავწერ ალბათ. და Hold'em-ზეც რავი სწრაფმაგიდებზე შეიძლება ჩავწერო 1-2 ვიდეო, მაგრამ დავდებ ხოლმე რაღაც ვიდეოებს და
კარგი, დაგემშვიდობებით აქ და წარმატებებს გისურვებთ მაგიდებთან, აბა თქვენი ცით.